გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით წანისის ტყეპარკში. ჩემს გვერდს გადახედოთ, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე თუ TikTok-ზე, ხედავთ რომ ყველგან ვარ თბილისის მასშტაბით პირველ რიგში, იმიტომ რომ სხვა რესურსი ჯერჯერობით არ მაქვს. მაგრამ ვცდილობ ყველა მნიშვნელოვან საკითხში და პროექტში ვიყო ჩართული. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ საქართველოს მასშტაბით რამდენი პრობლემა არის. ბევრი ჩვენს ყურამდეც არ მოდის და სამწუხარო ისა რომ ტელევიზია უმეტესობა ამ ყოვლებისას არ აშუქებს. არც პარტიები ინტერესდებიან დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ ყოველებს, იმიტომ რომ როგორც ტელევიზიებია პარტიული და პარტიული დღის წესრიგის განხილვა, ასევე პარტიებიც. დღეს წანისის ტყეპარკში ვარ, აქ არაერთხელ ვარ ჩამოსული, არაერთი ვიდეო ჩამიწერია ჩემს მეგობრებთან ერთად და თბილისში კი გვაქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ ეს ტერიტორიაც რა, იმიტომ რომ ფაქტობრივად გასხვისებული არის. გასხვისა ვინ? მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ყველასერიდება ამ სახელი გვარის თქმა ხოლმე რომ ვაკვირდები ვიდეოებს თუ პოსტებს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მარტივად და კონკრეტულად რა. იმიტომ რომ ჩამოსული როდესაც იყვნენ არაბების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და შეხვდა. იგივენაირად ეხაც აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი პირი იყო ჩამოსული და აზერბაიჯანის საელჩოსთან გვერდზე ფაქტიურად ასახლებენ ადამიანს თავიანთივე სახლებიდან. ანუ კერძო საკუთრებიდან ხალხო. და ამ ყველაფერში, რავი, ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. ქვეყანაში იმდენი პრობლემა არის, ხო, ყოველ ახალ დღეს, როდესაც გავიღვიძებთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ემატება. ხო და მაგიტომაც უმნიშვნელოვანესი არის თქვენი ჩართულობა, საზოგადოების ჩართულობა რა. პროექტში ასეთი ვიდეოების გავრცელებით, უშუალოდ ტერიტორიაზე მისვლით, ადგილობებთან გასაუბრებით, მოკლედ, ერთი ბიჭი, რასაც ვახერხებ მეგობრებთან ერთად კი ხედავთ რა. არც ვიყიდებ, არც გაყიდვას არ ვაპირებ და გაყიდვაზე ზედმეტია საუბარი მეც და ჩემ მეგობრებსაც ფაქტიურად სიცოცხლე გვაქვს გადადებული, ხო? მინდა გავიხსენო, რომ ბატონი ლაზარეც, ხო? რამოდენიმე დღის წინ, ხო? რავი, საეჭვო მდგომარეობაში იპოვის ჩამოხრჩალი თავისივე სახში კაცი, რომელიც იზახდა, რომ კობახიძემ პირდაპირ ხელი მოუწერა ალიევს იმ ტერიტორიის გასხვისებას დავითგარეჯის მიმდებარე ჩიჩხიტურის მხარეს, უდაბნოს მხარეს, სადაც ალიევს შეპირდა თავისუფლად სააკაშვილი. ანუ თვითონ ამბობ დოკუმენტაცია მაქვს ნანახი და საეჭვო მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტობრივად, რავი, სიცოცხლეში ჩვენც გვემუქრება საფრთხე რა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ შევშინდეთ. კი არ უნდა შევშინდეთ, უნდა გავუბრაზდეთ. დღეს თუ ვიმყოფები წანისის ტყეპარკში, ხვალე თუ მომიწევს კიდე სხვაგან წასვლა, იქაც ვიქნები და სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩემი ჩართულობა და ჩემი მეგობრების ჩართულობა, ყოველთვის ყველგან ვიქნებით რა, არ განვეკუთვნები არავის იმ თემას, რომ ეს არ თქვა, ის არ თქვა, სათქმელია და ვსო რა, საქართველოს მტერი არის ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელიც ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, რუსეთისგან იმართება ამ წამს და მაგის მოვლენილი იყო თავის დროზეც, ხო? და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი არეულობა, ვისაც აწყობს პირველი რუსეთია და მე უკვე გარშემო მეზობლებიც არ გვაკლებია და არც 9 თავს იქეთ გადამტიელები რა. მე ვარ პირდაპირ კაცი რა, მიყვარს ჩემი ერი და ჩემი სამშობლო. და თხოვთ ყოველ თქვენგანს რა, ამ ყოველფერში გვჭირდება თქვენი ჩართულობა. პირველში ლოცვაში შეგვეციეთ რა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ლოცვებში მოგვიხსენიოთ, იმიტომ რომ ღმერთია მარტო ჩვენი მფარველი და მართლა ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები და მეორე რაც მჭირდება ეს არის თქვენი მხარდაჭერა ფიზიკური. რომ სადაც რაღაცა რომ იქნება თქვენი იმედი მქონდეს რომ დაგიძახებთ, გამოხვალთ რა. კომენტარებში იწერება ხოლმე 1000 ეგეთი კომენტარი რომ იმედი არ გვაქვს, დაგვიანებულია, რა აზრი აქვს, ვერაფერ შეცვლი. ვერ გავიგე. ანუ გავჩერდეთ. რადგან ვერაფერს ეხლა ვერ ვაკეთებთ დღეს და გუშინ ვერ ვაკეთებდით, მომავალის იმედი აღარ უნდა გქონდეს. ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს და მადარდებს, იმიტომ ვარ დღესაც აქ რა. ძალიან ბევრი არის ხოლმე, რომ აი სტუდიებიდან გამოდიან რა. ყველმა გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე რა. ეხლა ერთად უცხოეთში მყოფ ადამიანზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ისე ფიზიკურად აქ ვერ იქნებიან, მაგრამ სტუდიებიდან ჩაწერილი ვიდეოებს ცოტა დაფიქრდით რა, გამოდით, ადგილზე ნახეთ, ხო? ძალიან ბევრჯერ გამიგია იქ ის პრობლემა, იქ ის პრობლემა. ჩადი ანუ გადაიღეთ ადები რა. მე დამიძახე, მე გამოგყვები, ძმაო თუ დაო ვინც იქნება, მე გადაგიღებ. არც მაგაზე არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ყველგან, აი მარტივად ვთქვათ რა, ყველა მიცნობთ რა. ვინც არ მიცნობს, დარწმუნდა სოციალური მედიიდან ვეცოდინები მინიმუმ. შემომეხმიანეთ, გამოგყვები და გადაგიღებთ. არც დროს არ დამზარებია ვინმეს ხარში დგომა, თუნდაც იქ ერთი წვეთი ქართული საქმე დამენახა. ანუ თუნდაც მცირედი ქართული საქმე იყოს, მე იქ ვიქნები ყოველთვის რა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო რა. ეხლა ვახსენე ტელევიზიების და პარტიების. სამწუხაროდ ტელევიზიების უმეტესობა არის პარტიული და პარტიებს კიდე თავისი პარტიული დღის წესრიგი აქვს.
ანუ არის რაღაც პრობლემები, რასაც შეიძლება გაწვდიდნენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები იყოს თელი საქართველოს მასშტაბით და ამაზე ხა ათობით, ათასობით ადამიანი მწერს პირადში. ფიზიკურად შეუძლებელი არის ერთი ადამიანი რა თქმა უნდა ყველგან ჩაუვიდე და ყველას მოусმინო, მაგრამ ვცდილობ, ხო? მესიჯებზეც რა ყოფილა მომენტი, რომ ერთი კვირის და ორი კვირის მერე გამიცია პასუხი, მაგრამ მინახი და გამიცი, იმიტომ რომ როცა შევძელი გავეცი, ხო, პასუხი. ხო და რისი თქმა მინდა რა, ჭირდება ფიზიკური ხარდაჭერას გარდა ფინანსური მხარდაჭერას თქვენი მხრიდან რა და იმედი მაქვს სწორად გამიგებთ რა, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოძრაობა, უამრავი საქმის კეთება, თან ეს ისეთი საქმე არის, რომ პოლიტიკაში როცა ფინანსების გარეშე ხარ, ხო, ჩემი ფინანსები, რასაც ვახერხებ, ძალიან კარგად ხედავთ. რა ეს იქნება გადაღებები, მონტაჟები, სიარულები, თქვენამდე ახალი ინფორმაციების მოტანა, ახალი ამბების თემა, მოდი ასე ვთქვათ, რომ არის ხანდახან სიტუაცია ისეთი, რომ ტელევიზიებს ვჯობი ვარ ჩემი დადებული ვიდეოებით და გვერდების ნახვებით, ხო? მაგრამ ეს არის ერჯერად, იმიტომ რომ სულ ვერ ვახერხებ. ფიზიკურად არ მაქვს ის ტექნოლოგიები, რომ და ტექნიკა ასე ვთქვათ, რომ ეს შევძლო. ანუ მინდა პირდაპირ გეუბნებით, გულწრფელად გეუბნებით, მინდა რომ ყველა ტელევიზიას ვაჯობო ნახვებში მინიმუმ. და ნახვებში ლაიქების გამო კი არა, ლაიქების ხამები და ნახვების ხამები კი არა ვარ. იმიტომ რომ თქვენამდე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიტანოთ რა. ჩემი ქვეყანა რო გაკიდეს, მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების დასაცავი ხო არ არის რა. მართლა გული მწყდება, რომ ეხა ტერიტორიაზე ვარ და ძალიან, ჩვენს გარდა არავინ არ არის რა. ხო და მარტივად ვთხოვთ, იმედია გამიგებთ რა. ანგარიშნობებს დავწერ ხოლმე და ყოველი თეთრი რაღაცა ჩემი ფინანსებიც ამ ყველაფერში იხარჯება და ყოველი თეთრი თქვენგან ჩარიცხული დაიხარჯა მხოლოდ ქართულ საქმეში, ისევ და ისევ იმაში რომ საინფორმაციო მოვუგოთ და ისევ და ისევ ქართული საქმე ვაკეთოთ. და კიდევ ერთი რა, თუ იმეს დაინტერესებთ შემდეგში ეს ფინანსების ადამიანს შემიძლია საერთო ჩატებით შექმნა და პირად გაგიზიაროთ ის ინფორმაცია რაში რამდენი თეთრი დაიხარჯა, იმიტომ რომ ამაში რაღაცა უნდა გამჭვირვალე ვიქნები იმ თემაში რომ პირდაპირ გეცნობ რაში ხარჯავთ ფულს, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი არის რომ საქართველოში ქართული ტრადიციული ქრისტიანული დღის წესრიგი. მეტი მე არაფერი არ მაინტერესებს. ყველას გავუმარჯოს თავის გზაზე. მე არც ერთი ეროვნება არ ამწურს. ყველა მიყვარს თავისებურად, მაგრამ ჩემთვის საქართველოში პირველში ქართველია მნიშვნელოვანი. მადლობა ყურადღებისთვის.